მე პირველად ვიღებ მონაწილეობას ამ ღონისძიებაში და მინდა გითხრათ, რომ არც ერთი წამი არ მიყოყმანია, როგორც კი შემომთავაზეს მასში მონაწილეობა. არ მიყოყმანია, იმიტომ რომ ეს არის ღონისძიება, რომელიც პირდაპირ ემსახურება ჩვენს ხვალინდელ დღეს, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ჩვენ ვართ საქართველოს პატარა ქვეყანა და ჩვენ არ ვართ მდიდარი მინერალური რესურსებით, ბუნებრივი რესურსებით. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, გაზი, ოქრო, ალმასი. ჩვენი ოქროც, ჩვენი ალმასიც, ჩვენი ნავთობიც, ჩვენი გაზიც და ჩვენი მთავარი რესურსიც არის ჩვენი მოსახლეობა. არის ის თაობა, რომელიც დღეს იზრდება, ის თაობა, რომელიც დღეს სწავლობს სკოლაში და ის თაობა, რომელმაც ხვალ კონკურენცია უნდა გაუწიოს თავის თანატოლებს მთელი მსოფლიოდან. იმიტომ რომ დღევანდელ მსოფლიოში გლობალიზაციის პირობებში თუ გინდა იყო წარმატებული, უნდა შეეჯიბრო არა შენი კლასის ან შენი სკოლის მოსწავლეებს, არა შენი ქალაქის ან შენი ქვეყნის მოსწავლეებს. თუ გინდა იყო წარმატებული, უნდა შეეჯიბრო მთელ მსოფლიოს. ეს არის თანამედროვე მსოფლიო და ის რაც დღეს აქ ხდება, არის ზუსტად ამ თანამედროვე მსოფლიოს მინიატიურული მაკეტი, როდესაც 31 ქვეყნის წარმომადგენელი ეჯიბრება ერთმანეთს, ბავშვები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ეჯიბრებიან იმ ყველაზე კეთილშობილურ საქმეში, რასაც ქვია საკუთარი ცოდნის გამოჩენა, საკუთარი ნიჭის და ტალანტის გამოჩენა. და მე სიმართლე გითხრათ, ნამდვილად კეთილი შურით ვშურს ამ ბავშვების, იმიტომ რომ მათ ასაკში, მათ უკვე აქვთ განცდილი ყველაზე დიდი გზნობა, რაც ადამიანმა შეიძლება ცხოვრებაში გამოსცადო. ეს არის რაღაცის შექმნის გზნობა, როცა ადამიანი ქმნი რაღაცას. და ყველა ის მონაწილე, რომელიც დღეს აქ არის, მათ ეს გზნობა გამოცადეს. იმიტომ რომ მათ ყველამ შექმნა რაღაცა, შექმნა სიახლე და ასეთი სიახლეები და ასეთი ადამიანები ამოძრავებენ დღევანდელ მსოფლიოს. ამიტომ ეს არ არის ნამდვილად გადაჭარბება, მსოფლიოს ყველა დიდი გამოგონება უკანასკნელი 20 წლის მანძილზე იწყებოდა სწორედ ასე. იწყებოდა ახალგაზრდებისგან, იწყებოდა კუსტარულ პირობებში, იწყებოდა სახლში, ან გადაკეთებულ გარაჟში, ან სადღაც მოწყობილ, ხელოვნურად მოწყობილ ლაბორატორიაში, ასე იბადებოდა ყველა დიდი გამოგონება უკანასკნელი 20 წლის მანძილზე მსოფლიოში. და ვერავინ ვერ წარმოიდგენდა თავის დროზე, რას უზავდა მსოფლიოს, როგორ შეცვლიდა მსოფლიოს, თუნდაც სოციალური ქსელები, თუნდაც ინტერნეტი, თუნდაც ძალიან ბევრი სხვა რამ, რომელიც სწორედ ისეთმა ადამიანებმა შექმნეს, ისეთმა ახალგაზრდებმა შექმნეს, როგორებიც დღეს მონაწილეობენ ამ კონკურსში და ამ ოლიმპიადაში. ამიტომ იმედი მაქვს და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო და აქ მონაწილე ბავშვები შეცვლიან მსოფლიოს თავისი ნიჭით, თავისი ცოდნით, თავისი გამოცდილებით, შეცვლიან მსოფლიოს უკეთესისკენ და არ არსებობს ამაზე უფრო დიდი ბედნიერება და დიდი დანიშნულება ადამიანისთვის, ვიდრე წვლილის შეტანა არის პროგრესში და წვლილის შეტანა მსოფლიოს განვითარებაში. მე ვსაუბრობ მსოფლიოზე, მაგრამ ისევე მეორებ, არ ჩამითვალოთ გადაჭარბებად. დღევანდელ გლობალიზებულ მსოფლიოში ჩვენ უნდა ვიფიქროთ სწორედ ასეთი განზომილებით. და ის, რომ დღეს 31 ქვეყნის ახალგაზრდები, ბავშვები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ნიშნავს სწორედ იმას, რომ საქართველო არის ამ პროცესის ნაწილი. ჩვენ ვიქნებით წარმატებული ქვეყანა მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გვეყოლება მსოფლიო დონის კონკურენტუნარიანი განათლებული თაობა. ყველაფერი ის, რაზეც პრეზიდენტი საუბრობდა, ყველაფერი ის, რაც კეთდება დღეს, არის საფუძველი და საძირკველი მომავალი წარმატებული საქართველოსთვის და ყველაფერი ეს უნდა დაასრულოს იმ თაობამ, რომელიც დღეს მონაწილეობს ასეთ კონკურსებში. და თუ ეს თაობა იქნება განათლებული, თუ ეს თაობა იქნება კონკურენტუნარიანი მთელ დანარჩენ განვითარებულ მსოფლიოსთან, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო იქნება აუცილებლად ძალიან წარმატებული ქვეყანა. და ჩვენი წარმატების ფორმულა, ისევე მეორებ, არის მხოლოდ ერთი, ეს არის თანამედროვე განათლებული საზოგადოების აშენება. ის, რაც დღეს ხდება ამ კედლებში, არის სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგმული განვითარებული ნასწავლი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ, საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც. ამიტომ მივესალმები მართლაც, მადლობას ვუხდი ყველა ორგანიზატორს და ეს არის სწორედ მთავარი მიზეზი, რატომაც თავიდან გითხარით, რომ არც ერთი წუთი არ მიყოყმანია მოვსულიყავი და მონაწილეობა მიმეღო ამ შეკრებაში. მე კიდევ ერთხელ განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს მონაწილეებს, მიუხედავად ყველა ამ ამაღლებული სიტყვების და მსოფლიო მისიის შესახებ სიტყვების, რასაც ისინი ისმენენ, მიუხედავად ამ ყველაფრისა,
ისინი მაინც ბავშვები არიან და ბავშვებისთვის ცხოვრება ყოველთვის შედგება ასევე ბევრი სასიამოვნო ნაწილისგან. მე მათ უსურვებ, რომ გარდა შემოქმედებითი სიამოვნებისა, ენახოთ სხვა სასიამოვნო ნაწილებიც მათი ცხოვრებისთვის საქართველოში ყოფნის დროს. გაეცნოთ მათი თანატოლები, დამეგობრებულიყვენ, ენახათ საქართველო, გაეცნოთ ქართული კულტურა, ქართული ისტორია, ქართული ტრადიციები და ამ ყველაფრით გამდიდრებული წასულიყვნენ უკან თავიანთ სამშობლოში, თავიანთ სახლებში. მე მათ უსურვებ ამას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება გარდა იმისა, რომ იქნება ძალიან სასარგებლო, იქნება ასევე ძალიან სასიამოვნოც ყველა მისი მონაწილისთვის. და ესეც დღევანდელი მსოფლიოს ნაწილია, როდესაც მეგობარი არ არის აუცილებელი, რომ ცხოვრობდეს შენ გვერდზე სახლში, შენ გვერდზე ქუჩაზე, ან თუნდაც სწავლობდეს შენ გვერდზე სკოლაში. დღევანდელ მსოფლიოში მეგობარი შეიძლება გყავდეს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. და ის, რაც დღეს ხდება, არის სწორედ აქეთკენ მიმართული ნაბიჯი, რომ 31 ქვეყნის ახალგაზრდებმა მეგობრები გაიჩინონ ამ 31 ქვეყანაში. ასეთი ქსელის შექმნაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი. ამიტომ მე ყველას კიდევ ერთხელ უსურვებ წარმატებას, ყველას კიდევ ერთხელ უსურვებ სასიამოვნო ყოფნას საქართველოში და კიდევ ერთხელ მადლობა ორგანიზატორებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ინიციატივისთვის.